ჩემი აზრით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის დაკლება, შეღავათის გაწევა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და პენსიონერებისთვის. ამიტომ ჩემი აზრით, თბილისის მოსახლეობა ძალიან იხეირებს თუ ეს ინიციატივა მართლაც შესრულდა. კარგია, უმაღლესი ინიციატივა. ვეთანხმებით და მე ისედაც სარგებლობ პენსიონერის შეღავათით და თუ უფასო იქნება უკეთესია რა საკურველია. საკმაოდ დადებითი ფაქტი იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებითი შემიძლია თქვა. ეკონომია იქნება ნამდვილად. კარგი ინიციატივა თუ გახორციელდა. რა თქმა უნდა იქნება ეკონომია, თუმცა რა ვიცი, ეჭვებით ვარ რა თქმა უნდა. ან იქნება ესე, ან არ იქნება, ეგ არ ვიცი. ძალიან მომწონს ეს ინიციატივა. ვისია ეს ინიციატივა არ ვიცი, მაგრამ ძალიან მომწონს ეს ინიციატივა. რო პენსიონერებისთვის გახდეს უფასო. კარგი იქნება, დაგვეზოგება, ჯიბის ფული დაგვრჩება. ეხლა მოსწავლისთვის და სტუდენტისთვის რაღაც დანაზოგი თუნდაც მარშრუტკის და სამარშრუტო ტაქსის და ავტობუსის ფული რაღაც დანაზოგს წარმოადგენს და არ იქნება სულ. ნამდვილად შეღავათი იქნება როგორც მოსწავლისათვის, ისე სტუდენტისათვის და კაი, რაც უფრო მეტ შეღავათს გავუკეთებ პენსიონერებს იგივე ან შეზღუდული პირების ყოველთვის კარგი იქნება. ვინც სარგებლობს იმათვის, ესეთია ძერია და ან თუ იქნება ესეთი რაღაც, რაც ყველა მე მგონი ყველა თბილისს გაუხარდება. გასი ინიციატივა. ამას შეუძლია ძალიან დადებით აქვს. დიდი შეღავათი იქნება პედაგოგების, სტუდენტებისთვის, ბაზარული გზავრობა და საერთოდ 51 ძალიან ძვირი გონია ტრანსპორტი. ხა ჩემთვის თუ უფასო იქნება, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი შეღავათი იქნება. შეღავათი ხება ძალიან კარგი იქნება, ვის უნდა ეწყინოს ეგეთი შეღავათები, ძალიან მშვენიერი იქნება, ძალიან კმაყოფილები იქნება, მე კი რა ყველანი. გაჭირებული ვიტყვენთან იცით საქართველოში რამდენი გაჭირებული ცხოვრობს, ძალიან ყველას გავუხარდება, მე მგონი და ძალიან ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მოხარული ვიქნები, რომ გაიაფონ. Ვითომეტეს რომ ხან შესული ხალხი არიან, ბავშვები არიან. ძალიან კარგი იქნება. დაპირებასაც შეეხება ჯერავს რომ იქნება. გონი მშვენიერი შემოთავაზება, რა ვიცი. საზოგადოებისთვის ეკონომიური იქნება მართლა და ნახოთ. ყოველდღე მიწევს ამ ტრანსპორტით მგზავრობა. დიდი ეკონომია იქნება ნამდვილად. რა თქმა უნდა, მისასალმებელია და სასიამოვნოა. მე თვითონ ხშირად მიწევს მგზავრობა, 20 თეთრიანი ტარიფი საკმაოდ სასიამოვნოა რა თქმა უნდა და კარგია. კარგი იქნება ახლა უფასო თუ იქნება ძალიან მშვენიერი იქნება. აი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრი ხარჯი მიდის თვითონ ოჯახიდან. არა მარტო ერთ ადამიანზე არის თვითონ ეს ხარჯი, მთლიანი ოჯახი. დაეხმარებათ ალბათ ესეც ერთგვარად ფინანსურ საკითხში და რა ვიცი. ფული მაინც დაზოგავენ და აი, ეგ კარგი იქნება, თუ მაგას გააკეთეს დაჯობია მაგას. მაგრამ ნიკამელია მარტო შეძლებს მაგას, რა ქვია, რომ შეამციროს, თუ მაგას მართლა ეს შეამციროს ფასებს, მაგას დაჯობია. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეკონომია იქნება. ეკონომია იქნება. მე ისედაც სხვადასხვის 20 თეთრად ვგზავრობ, იმიტომ მე პენსიონერი ვარ. 20 თეთრად ვგზავრობ და პენსიონერების რა იქნება, ალბათ უფასო? ვახ! ამას თუ გააკეთეს, მიკამელია მართლა იმიცები ხმას, კაცო. ჩემთვის მისაღები იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტს არ მოუწევს და არ მოუწევს რომ გადაიხადოს ტრანსპორტის საფასური, იქიდან გამომდინარე, ან ბევრი უწევს, ქსეროქსი, სხვადასხვა პრობლემა და ჩემთვის მისაღები ეს ყველაფერი. ვეთანხმები, რომ ტარიფები უნდა შემცირდეს, ძალიან კარგი იქნება ბავშვებისთვის. მე ხშირად ვგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დიახ და რასაკვირველია, ჩემთვის ეს დიდი შეღავათი იქნება. ინიციატივა მისაღებია, მგონი ყველასთვის მისაღებიც უნდა იყოს. რატომაც არა. ძალიან ეკონომიური იქნება და მე ვფიქრობ, ამაზე მაღალი ფასი არც უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სასურველი იქნება რატომაც არა, მოსახლეობისთვის შეღავათი. კი. ვაფასებ, მომწონს. ზოგადად იქნება ეკონომიური, ზოგადად, საერთოდ ქვეყნისთვის იქნება. მე ხა პირადულიდან არ გამოდივარ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ლაპარაკობ, რომ იქნება რა თქმა უნდა კარგი. მე ძალიან მომეწონა ეს, არ არის ცუდი. თუ სულ იქნება უფასოდ. იმიტომ რომ მაინც შეღავათია ჩემთვის. მარტო ხელაქალი ვარ, პედაგოგი ყოფილი და ის 10 თეთრი კი მაქვს ოღონ. როგორც გამოაცხადა, რომ სულ უფასო იქნება, მე ძალიან გამეხარდა, ნამდვილია, მე მგონი ნამდვილად არის, რა ვიცი. ორი აზრი არ არსებობს, რომ მისასალმებელი ფაქტია და ნებისმიერი თანამოქალაქისთვის დიდი და უდიდესი შეღავათი იქნება. რა თქმა უნდა, მე როგორც რიგითი მოქალაქე პირდაპირ შემეხება, იმიტომ რომ ყოველდღიურად ასე ვთქვა, დავდივარ ავტობუსით და განახევრებულზე ნაკლები ფასი ყველას ჯიბეს წაადგება აბსოლუტურად.
რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი იქნება მოსწავლისთვის, დიდისთვის, უფროსისთვის. გაუადვილდებათ გადასვლა რა, ანუ ერთი ადგილიდან სხვა ადგილამდე ჯობია რომ გაიაფთეს ბევრად. მოხარულები ვიქნებით თუ რასაც შეგვირდებიან შეგვისრულებენ. 90%-ით მაინც. ამას კიდე დაფიქრება შეიძლება? უმაღლესი შეფასება ეკუთვნის მაგას. თუ შეღავათი იქნება, ჯერ ახლა სარგებლობ განახევრებული გზავრობით პედაგოგი ვარ. ჯერ მაგის მადლობელი ვარ და თუ უფასო იქნება, თლათ მადლობელი იქნება ყველა, მე რა ვიცი. არ არსებობს აქ ვინმე რამე თქვას მაგაზე რომ არ მოეწონოს. ეს უკვე ნაჩუქარია.